ჯანმრთელობის დაცვისთვის ვიყენებთ. დავიწყოთ ხელთათმანით. რომელი ხელთათმანი გამოიყენება მედიცინაში, აგრეთვე ლაბორატორიაში ვიყენებთ მას ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარების დროს. რასაც ჩვენ ვიყენებდით? აბა გვაჩვენე. როგორ ფიქრობთ? რატო არის რეკომენდებული ჩაცმა არ არის აუცილებელი, უბრალოდ ვაჩვენოთ მეგობრებს. რატომ არის საჭირო ეს ხელთათმანი ჰქონდეს ადამიანებს, ოდესაც ლაბორატორიაში მუშაობენ? იმიტომ რომ მას შეიძლება რაიმე გამოიყვაროს ან ხეზე დაგვეცეს და საერთო და რას იცავს დაზიანებისგან? ას იცავს, მადლობა. რომელი ხელთათმას გამოიყენებდით ეზოში მუშაობის დროს, საქმიანობის დროს? ჭურჭლის რეცხვის დროს? კი ბატონო. როგორ ფიქრობთ, რატო განსხვავდება მათი სტრუქტურა, მასალა ერთმანეთისგან? რატოა განსხვავებული და რატო ყველა ერთნაირი არ არის? ეს რაითად ამას რომ ვიფოთ ეკალიან ამე უარ შევეჩოს მაგისთვის და ეს ხელები ვარ სამთაშო მოდი ცივიწყალი ვარ კი ბატონო, ცივიწყლის გარდა ჭურჭლის გასასუფთავებლად აგეთვე ჰიგიენის დასაცავად რას ვიყენებთ ჩვენ? სხვადასხვა ქიმიურ საშუალებებს, მათეთრებლებს და რაზე შეიძლება იმოქმედოს ამ ნივთიერებებმა? ყანზე, ხილებზე და იმისაც შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ალერგიული ან პაციენტი მათეთრებლების მიმართ და შესაძლებელია რა თქმა უნდა ამან დააზიანოს. ბიჭებს მადლობა, ამოვიცანით სწორად და მე ვიცი რომ თქვენ ამას იყენებთ კიდეც. ეხლა მინდა მხოლოდ ჩემს ასისტენტებს ნინოს და ანასტასიას სამედიცინო სფეროს ჩაგაბარებთ. ეხლა დავასახელებ გარკვეულ დანიშნულებას. როგორ ფიქრობთ, რაც მაგიდაზეა და რა თქმა უნდა ეს არის არასრული. მოდი მორიგეობად დავიცვათ ანასტასია ნინო, ანასტასია ნინო. ყველა დასმული შეკითხვა რიგითობით. თუ ერთმანეთს ეხმარება დავჭირდებათ დაეხმარეთ, ვარა და ერთმანეთი არ გადავფაროთ. იმისათვის რომ კბილის ჰიგიენა დავიცვათ, ჯაგრისი წამოღებული არ მაქვს. მაგიდაზე ვნახოთ რა არის ისეთი საშუალება, რასაც ვაჩვენოთ. დიახ, რა ხდება კბილის პასის და ჯაგრისის დახმარებით, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ და რა საკიდან დაიწყეთ თქვენ თავად ამაზე ზრუნვა? მას კბილის პასა იმაში გვჭირდება რომ როდესაც კბილის პასა ჩათვლაზე დავასხათ კბილის პასტა და ეს იცავს ჩვენს კბილებს ბაქტერიებისგან და ასუფთავებს. დავასხი და დაგვიცვა? არა, კბილები უნდა გამოვიყენოთ. როდის ვაკეთებ კბილების გამოყენებას? მოდი გამახსენებთ. საჭირო არის ეს დილას და საღამოს. ან ჭამის შემდეგ კიდე. და საღამოს აუცილებელია, რადგან შეიძლება ანუ ღამე თუ არ გამოვიხილეთ დაწოლამდე, შეიძლება ღამე ბაქტერიამ მოიწვიოს განვითარება და შეიძლება რაღაცა დაზიანებს ეს ბაქტერიები. დაქვია თავად იმ დაავადებას, რომელიც მე უკვე სტომატოლოგთან მიგვიყვანს? კარგი ბავშვები ხარ, თუმცა სხვა გართულებებიც არის. მადლობა ანასტასიას, ეხლა ნინოს ხო დაათვალიერე სად არის რა საშუალება გვაქვს როგორც ჭრილობის ანტისეპტიკური საშუალება, ჭრილობის მოვლისთვის საჭირო საშუალებები. სანდავი. კი ბატონო, შეგიძლია ამოიღოს სანდავი კი? მოდი გვყავდეს ერთი პაციენტი. ვინ იქნება პაციენტი? მოდი გიორგი. და ჩავთვალოთ რომ გიორგის აქვს დიდი გაჭრილი. დაგძარდი ბატონო პაციენტო. ანტისეპტიკური რა საშუალება გვაქვს მაგიდაზე? ამ წუთში ნინო მიხედოს და შენ შემდეგი აქტივობის თავარი მოქმედი გმირი იქნები. მოდი ამას ავიხებ, ხელი რა შეგიშალოს. აგერმას ბამბას. კი ბატონო. სანამ ნინო პაციენტ შველის და ვიდეოზე ჩვენი პაციენტი დავაფიქსიროთ, ასე ვიქნები. როგორ ფიქრობთ, რატომ გვაქვს ერთჯერადი ჭიქები? დავასველოთ ბამბას. დასვა. რაში გშველის ერთჯერადი ჭიქა? ხო შეიძლება მრავალჯერადი ჭიქა გამოვიყენოთ. მას ერთჯერადი ჭიქა გამოვიყავ და ერთი ადამიანი არის მისი გამოყენებელი. თუ ერთ ნივთს სხვადასხვა გამოყენებელი ყავს, რა შეიძლება გაცვალონ ადამიანს? ბაქტერიები, ვირუსები, კი ბატონო. ნახოთ ახლა ჩვენი მას დავამუშავეთ. დავამუშავეთ, კი ბატონო. ახლა ვიდეო. ჩვენ ვიმოდევნებთ რომ სუბუქია და აღჭირდება უფრო სერიოზული ჩარევა. მაგალითად ჩვენ შეგვიძლია თინაეთიდან ჩავიდეთ, იმიტომ რომ
რა თქმა უნდა კომპეტენტური ადამიანია შვილის. შეიძლება მას დაზიანებული არის რომელიმე მესეს დაგვი ისეთი რომ სიცხეს ვერ ვაკავებთ მას და ამის დაგჭირდება. როგორ ფიქრობთ, რატომ არის საჭირო, როცა ექიმს აცვია ხალათი, ექიმის თათმანები უკეთია, დასო? მას შემოწყვეტ მას შეიძლება შეაფასე როგორ იმუშავა ჩვენმა დინო ექიმმა? მუშაობია მას პატივცემულო მაყოფილი ბრძანდებით თუ გავაგზავნოთ პროცედურები. მადლობა. შეგიძლია დავზარდეთ. იმით ავდავებოთ ხელებზე და კაზეთ შემოსულები რომ დავუცვათ პაციენტი გაგზავნების და ბაქტერიებისგან და კიდევ შეიძლება ადამიანის ის ნაწილი სადაც ვხებით შეიძლება რამდენ ბაქტერიის გადამტანი იყოს და ხელზე არ ვარგვეკეთო შეიძლება ჩვენს გადაგვედოს. ანაჩვეულებრივი გოგო ხარ. მოძებნეთ ჩვენს რესურსებში რა პრეპარატებს ამოიცნობთ, წამლებს, რომელიც შეიძლება სახში გქონდეს. დააწერია. ნახე? ვალიდოლი რისი წამალია? ვალიდოლი რისი წამალია თუ იცით? თავის გულის. როდესაც გულის ტკივილია? გულის წამალი. მობრუნება თუ კი ჭირდება, რიტმი აუჩქარდა. სელეზის აწევია. ნახე წინა მხარეს არის სელეზის აწევი. მოკლედ ვიტამინები წვრილი შეფით აწევია. ნახე რა ვიტამინებს იცავს? A, C და E ვიტამინს. და რამდენიმე სხვა ვთქვათ ქიმიური ელემენტი, რომელიც ორგანიზმს ჭირდება. ეს რა ის არის რა ქვედასახელება? ეს არის გაცემის ჩაი მას, როდესაც გავხსნით, შეიცავს სპეციალურ ნიტრატებს და ვიტამინებს, რომელიც გამოგვყავს გაცემა. მდგომარეობიდან, კი ბატონო. სიცხის გასასინჯად რას გამოვიყენებთ? თუ დაგზავნებით თქვენ ადგილზე შევშფოთდით აგერ პაციენტს ესე იგი ბევრი ისხავდა მოახულებები და მოუახლოვდით თერმომეტრი მას. თერმომეტრი. თერმომეტრი შეიძლება წყალი, რომელიც ზომავს ჩვენს ტემპერატურას. რატომ არის საშიში თერმომეტრის გატეხვა? მას შეიძლება არის ვერცხლის წყალი, მას ვერცხლის წყალი საშიში არის ასე ვთქვათ და რომ მოვიდეს საფინანსო წარმოება. ეს არის მოწამლელი ლითონი. არ შეიძლება თერმომეტრთან თამაში, ვერცხლის წყალი ერთ-ერთი მოწამლელი ლითონია და მოკლედ სადაც ვინახავთ ოჯახის წევრებმა ვიცით, ეხლა ჩემს სახში ბავშვები არ არიან სამწუხაროდ, მაგრამ დიდებიც ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვინახავთ ისეთ ადგილზე, სადაც დაზიანებისგან დაცულია და თვითონაც რაშია მოთავსებული? სპეციალურ შესაძლებლებში კი ბატონო. ეს რა უნდა იყოს, როგორ ფიქრობთ? ეს არის მას წელადელები არის მას, ანუ თეთრ შედარებით გრძელი არის და ჩვენ უნდა მოვხიოთ ასე რა ვთქვათ. საზომად ჭირდება იმას. ანუ სანდაგვიც გამოვიყენებ შედარებით მცირე დაზიანებისთვის, ამ შემთხვევაში შედარებით ამით მას შეიძლება სისხლით შევაკავოთ მას, კარგად მოუჭირო და სისხლით შევაკავოთ. ცოტა რთული პროცედურებისთვის მომდევნო შეხვედრაზე შევთანხმდებით. ეს არის ერთ-ერთი ნახეთ ვიტამინი, რომელიც შედარებით ასაკოვან ადამიანებს, თქვენ ახლა ბავშვები ხართ, თქვენი ასაკის შესაბამისი ვიტამინები სხვა არის და სხვადასხვა ასაკის ადამიანებს მედიცინა სხვადასხვა საშუალებით ეხმარება და დოვიტი არის ამ შემთხვევაში ასეთი გასათვალისწინებელი შემოთავაზება. როგორ ფიქრობთ, რა საშუალებაა ეს? მას ეს არის წამლებით ჩასწრები. რა წერია, ნახე, კვირის ყველა დღე. რაში გამოიყენებდით ამას? აი მაგალითად, რა შემთხვევაში? რა შემთხვევაში გამოვიყენებდი? ორშაბათს რა წამალიც უნდა დავლია, იმას ჩავდარდი ორშაბათში. სამშაბათს და დავლია სამშაბათში და ასე შემდეგ. დაცულია ყველა დღეს თავთავისი გამოყენების სექტორია და მგზავრობის დროს აკურატულად ატარებთ, კი ბატონო. მადლობა. ამის დარებას ვაძრობია ეს და ყველა კი. გესახმები, როცა ვიცით რომ ეს ტელეკომპანია სჭირდება. ყველა იცნობთ რა გვაქვს და როგორ ფიქრობთ, ჯერ ერთი როცა ვყიდულობ შეფუსული რატოა და მე რა შემთხვევებში ვიყენებ. ეხლა დღეს მაგალითად ბატონ გიორგისთან არ ჩათვალეთ საჭირო და არ გამოვიყენებ. რეალურადაც არ იყო საჭიროება, მაგრამ რატომ? ჭრილობის გადასახურება და საჭირო და თუ არ იქნება შენახული ბაქტერიები და ჭრილობას გაგიზიანებს. და გავხსნით ის შემთხვევაში, როდესაც მისი საჭიროებაა. ეხლა მე აქ წამოღებული არ ემა, დარწმუნებული ვარ სახში ყველას აქვს სამედიცინო ხუთი კონტეინერი, რომელშიც ჩაწყობილია პრეპარატები. ვიცით რომ ეს არ არის სათამაშო ხუთი და ვიქცევით ყოველთვის ფრთხილად.
უფროსები გაწოდებენ, თავის ტკივილის წამალი ჭირდება, ტემპერატურა გაქვთ, ანტიბიოტიკი ჭირდება, ექიმთან თანხმებული თუ რაც. როგორ ფიქრობთ, რატომ არის საჭირო დაახლოებით ესეთი სამედიცინო კუთხის არსებობა ყველა ოჯახში? შეიძლება მას სახლში ადამიანს ესეთი რაღაც მოვიდეს ხომ დაუჭირდეს ეს პრეპარატები და შეიძლება აი მაგალითად რო ხონდეს სახლში მოგვიწევს ქალაქში წასვლა ან აფთიაქში წასვლა და ეს გვაკარგინებს დროს და აი ეს დრო შეიძლება ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. შეიძლება ეს ამ დრომ გააღიზიანოს ან გაართულოს მისი მდგომარეობა. კი ბატონო, კარგად აღნიშნეთ, რომ იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პაციენტი ყავს სხვადასხვა მდგომარეობის გამოჭირდება ექიმთან დაკავშირება და სანამ მოსულა კომპეტენტური დახმარება, ჩვენ ადგილობრივი ძალებით ვცდილობთ დავეხმაროთ. თუ ქონია შემთხვევა, რომ დავჭირდა 112-ზე დავრეკეთ თქვა ოჯახის წევრის გამო და რა იყო ეს მიზეზი? ბარბარეს ყოლია, ბარბარე, რა შემთხვევა იყო შეგიძლიათ? მაღალი წნევები მას. მაღალი წნევა, ჩემ შემთხვევაში. ან მაღალი სიცხის ტემპერატურა და რო ვერ უხდებ დაბლა. კი ბატონო. ჩვენთანაც ყოფილა მას. მაღალი ტემპერატურა. ჩვენთანაც საფულში უყინა. საბა თქვენთან ეში მოიწეხა ისა თქვენთან ბაბას მას უყინა კაზანა მას და ალერგია ხوارქონდა. არა, ალერგია არა, უბრალოდ გულისაჩელები გამოიწვია და მაგალითად გამოუძებდა. რეაქცია ქონდა ორგანიზმს. მოკლედ, რას დაამატებდით? როგორ ფიქრობთ, რატომ უნდა ვიმეგობროთ ჰიგიენის წესებთან, რატომ უნდა გქონდა რჩევები, ესეთი რეკომენდაციებია ექიმების, თუნდაც ჯანსაღი თემა, ამ წუთში ახლა ხოვანდელი გაკვეთილის თემა, სამომავლოდ შევთანხმდებით მაგაზე, რომ ვერ ითქვათ თემას კავშირით, რატომ უკავშირდება ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობას? და რა მოხდება თუ დაუდევართ მოიქცევით? შემოგვიდგება პრობლემები, ხო? სხვა ასე ვთქვათ, ბაქტერიები, როდესაც მოხდება ჩვენს თავზე და გართულებას გამოიწვევს, შეიძლება ჩვენი სიცოცხლეც დაფარდეს პატარა. კი ბატონო, აუცილებლად ეს იმიტომ არის, როგორც ახლა ბაქტერიები შეიძლება გადავიდეს, აი მაგალითად, როდესაც საყვარელ ჭამს დავანალი ხელი, შეიძლება შევყვეს ბაქტერიები. კიდევ მას აუცილებელი არის, რომ ჭამოთ სუფთა თეთრზე, სუფთა გარემოში და აუცილებლად საკვები იყოს ან გარეცხილი, ან როდესაც მაგალითად ძველი, აი წვნიანი როდესაც არის წინადღის, აუცილებლად თუ და გავაცხელოთ, იმიტომ რომ გავაცხელოთ თუ აწამოვადუღოთ. წამოვადუღოთ ხომას. მე რატო ვამჯობინე წამოდუღება და არ დავჯერდი მარტო გაცხელებას, როგორ ვფიქრობ, ზედმეტია? ელემენტს რატომ იქ მას ბაქტერიების გამრავლებას შეუშლის ხელ მაღალ ტემპერატურაში შეუშლის ხელს. ბაქტერიები დაიღუპება, თუკი მსახურებაში არის ბაქტერიები. მოკლედ, დღევანდელი ესე გასაუბრებისთვის მადლობა. ჩვენ სტატისტიკამაც ვანახავთ, რომ საბერძნეთში მოსახლეობაში არის პირადი ჰიგიენის დაცვის კულტურა, საჭიროების შემთხვევაში ვთქვათ, ექიმთან დაკავშირება, გოგონებს შეგიძლიათ დავძალდეთ და კალამი მათხოვეთ ერთმა. ჩვენ წერა გავიხსენეთ და ეგენებს სწორად თქვა, რომ 200-ზე მეტი ძვისგან შედგება ჩვენი კონში და ყველა მნიშვნელოვანია ოღონდ ძირითადად ითვლება ხერხემალი, რომ მასთან არის დაკავშირებული ზედაკიდურები, ქვედაკიდურები, ეს მენჯისვალია, თავის ქალა და იმ შემთხვევაში ხომ არ გახსოვთ, თუმცა ბოლო დროს არ გამნახულებია ყურადღება, რომელი ქიმიური ელემენტის ნაკლებობა არის, რომ ზვალის შემთხვევაში თქვა ჩონჩხს არასათანადოდ განვითარებას. და ვიტამინით, D ვიტამინის ნაკლებობაც უკავშირდება კიდე მას. ძის პროდუქტები შეიცავს ამ ქიმიურ ელემენტს. ცილას მას. ცილები, ცხიმები, ნახშირწყლების ზუსტშედგენილობაში ყველა შედის. კალციუმი, რომელიც ძვალს აუცილებლად ჭირდება, უნდა მიიღოს ორგანიზმმა, ჩვენ ჯანსაღი თემას გავდივართ პარალელურად, აუცილებლად საკვებიდან, თუმცა არის სპეციალურად თქვა სააფთიაქო დანამატებიც, რომ თუ კი ანალიზი აჩვენებს, რომ უფრო ცოტა ვიდრე თქვა ჯანმრთელობა სჭირდება, მერე უკვე მედიცინა ეხმარება. ჰიგიენის წესების დაცვა, მე აქ არ მithქვამს. როგორ ფიქრობთ, რატო გვაქვს ჩემი სტუდენტობის დროს ჯერ კიდევ არ იყო, მე შემოვიდა, გადევს აქა. ერთჯერ აქინებს, ადრე იყო მრავალჯერადი გამოყენების, გამოხარჯვა ხდებოდა, სტერილიზაცია ხდებოდა. როგორ ფიქრობთ, კიდე ერთხელ სხვა შეკითხვას, როდესაც ერთჯერადი ნივთები შემოვიდა. მედიცინაში ამ პირად სიტუაციებში რისგან დაგვიცვა? ელენე, მოდი გამოდი და აქედან ვისაუბროთ. აი, მაგალითად
ავიღოთ ანალიზები და ანუ როდის მივდივართ ანალიზებზე? არასკევს მივდივართ და ვინც რას გავიკეთებ, ნახოთ და ანუ როცა ჩვენ ანალიზს ვიღებთ, სისხლის ანალიზს, შეიძლება სისხლში ისეთი ცუდი მავნე ვირუსები, ბაქტერიები იყოს, რომ მაგალითად მე ჩვენი გამოყენებული ნემსით ხო სხვა ადამიანს რო გავუკეთებთ ხო დაავადება გადადის ვირუსები და იმან კიდე ვის ორგანიზმში უპირატე დაავადებები და მავნე ბაქტერიები გაამრავლოს ჩვენს ორგანიზმში. არაჩვეულებრივი გოგოხარ, მადლობა. რამდენი აპირებ მედიცინისკენ განათლების გაძლიერებას, ყოველ შემთხვევაში პირად სივრცეში ოჯახის გამოყენება აუცილებელი არ არის, იგივე გამოყენე ტექნიკური. ძალიან კარგია და მიხარია, რომ თქვენ ეს საგანი მოგწონთ, თქვენი ქცევები ისეთია. ერენეს თხოვსათითაო დაურიგე ეს ბანათი ყველა მოსწავლეს, ამოხოთ მეული არა კალამი და კალამზე დავწეროთ რეკომენდაციები, რჩევები. ამის იდეა აღარ რჩება, ჩამოწერს ვერ გავაკეთებ, მომავალ გაკვეთილზე ყველა ბავშვს გაეზომება წნევა. ბარათები დარჩება თქვენთან და დღის ბოლოს ჩამაბარეთ რა რჩევებს მივცემთ სხვა ადამიანს ჯანმრთელობის